თუ გაქვს გადაუჭრელი პრობლემა, რომელსაც დიდი ხანია ვერ აგვარებ, მე გასწავლი ისეთ ძლიერ რიტუალს, რომ ჩემი მადლიერი იქნები. ამისათვის დაწერა ენერგოგაცვლისთვის ვიღებ მადლიერებით. ამისათვის დაგჭირდება სახლის გასაღები, რომელსაც არ იყენებ, ან რაიმე ახალი გასაღები შეგიძლია იყიდო. აიღე გასაღები და დაიდე ბალიშის ქვეშ 3 დღე ღამის განმავლობაში. როდესაც მოსაღამოვდება და დასაწოლად გაემზადები, თქვი ესეთი შელოცვა. ჩემი პრობლემის გასაღები მე მაქვს და თქვით ის პრობლემა ერთი, რომელიც გინდათ რომ გადაჭრათ. ხსნი კარებს გასაღებით, სადაც ეს პრობლემაა და შევდივარ და ვაგვარებ ყველა პრობლემას, რადგან ჩემი პრობლემის გასაღები მე მაქვს. პრობლემა გადაჭრილია, გასაღები ჩემთანაა. დაიყოს ასე, ამინ, დაიყოს ასე, ამინ, დაიყოს ასე, ამინ. ამ შელოცვას გაიმეორებთ ყველა საღამოს დაწოლის წინ. მეოთხე დილას აიღეთ გასაღები, რომელზეც 3 დღე და ღამე გეძინათ და გააყოლეთ წყალს. დინარეში გადააგდებთ თუ რას იზავთ, ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული. სასურველია გადააგდოთ მდინარეში, მაგრამ თუ მდინარესთან არ ხართ, მოკლედ წყალს უნდა გააყოლოთ. ამას უკვე რას გააკეთებთ, ეს უკვე თქვენი ცით ინდივიდუალურია. ლოცვის დროს, სიტყვების თქმის დროს წარმოიდგინეთ ერთი პრობლემა, რომელიც გინდათ რომ გადაჭრათ. გაითვალისწინეთ, რომ ეს არის ზოგადი რიტუალი. ზოგს შეიძლება პირველ დღეს გადაეჭრას, ზოგს მეორეს, ზოგს მესამეს დღეს, ზოგს ერთი კვირის განმავლობაში და ზოგზე შეიძლება საერთოდ არ იმოქმედოს, რადგან ეს არის ზოგადი რიტუალი და არავინ არ იცის თქვენ რა გჭირთ. მაგრამ ჩემი რიტუალი ისეთი ძლიერია, ძალიან ბევრ ადამიანს უხდება. ენერგოგაცვლისათვის დაწერეთ კომენტარებში ვიღებ მადლიერებით, რათა სიტყვას და ენერგიას, როდესაც წერის დროს აკეთებთ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.